ამერიკის სენატში ორპარტიული კანონპროექტია წარდგენილი, რომლის თანახმად უნდა განისაზღვროს სპორტების ჩამონათვალი, სადაც საჭიროდ მიიჩნევა ჩინეთის გავლენის შეკავება. ახლა მთავარი კითხვაა, მოხდება თუ არა ამ ჩამონათვალში ანაკლის სპორტის პროექტი, საიდანაც ოცნებამ დასავლური კომპანიები განდევნა. ის რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა ხელს უშლის ქვეყანას სტრატეგიული ურთიერთობები განავითაროს ამერიკასთან, ამაზე პარტნიორები თანხმდებიან. თუმცა სენატში დარეგისტრირებული კანონპროექტი ცხადი ხდება, რომ ივანიშვილისთვის სასარგებლო არაფერი ხდება და პირიქით ტრამპის შეუვალი იქნება იმ რეჟიმის მიმართ, ვინც ჩინეთთან თანამშრომლობს. თამარ დემეტრაშვილი გვერდდება დეტალების პირდაპირ ეთერში. თამარ, გისმენთ. დიახ, მოხდება თუ არა ანაკლის სპორტის პროექტი შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების სფეროში და რას იზამს ქართული ოცნება? ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სენატში ორპარტიული მხარდაჭერით კანონპროექტი დარეგისტრირდა. შტატები საპორტო ინფრასტრუქტურაში ჩინური ინვესტიციებისა და ინტერესების შეკავებას აპირებს. კანონპროექტით სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებს დაევალებათ, რომ შეიმუშაონ იმპორტების ჩამონათვალი, რომლებიც შტატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და უზრუნველყონ მათი დაცვა ჩინური კონტროლისგან. იმ ფონზე, როცა ქართული ოცნება მთავარ ინვესტორად ანაკლის სპორტში სწორედ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას განიხილავს და ამავდროულად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგებას სურს რაბედიელის პროექტს. ამ საკითხზე დღეს პირველი კომენტარი გაკეთდა ოცნებაში. ანაკლის სპორტი სავარაუდოდ ივანიშვილისთვის სავაჭრო ობიექტად იქცევა. ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოსთვის ჩინური ინვესტიცია მოსახერხებელია, ამავდროულად დასძენს, რომ საჭიროა ბალანსი და რომ ამერიკა ყველგან გამარჯვებული ვერ იქნება. საქართველოს სასარგებლო რეალიზაცია ასეთ გეოგრაფიული მდებარეობა დაარჩინა და უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად. ამ შემთხვევაში მისთვის მოსახერხებელია ჩინური ინვესტიცია. ასე რომ პანამაში ამერიკის შეერთებული შტატებში ექნება თავისუფლად ელასტიკობა, კანადაში ექნება თავისუფლად ელასტიკობა, მაგრამ აღნიშნავს ეს იმას, რომ სრული დივიდენდები იყოს ყველაფრისა და არაფერი არ დაწვოს სამხარისათვის მრავალმხრივია საქართველოს რესურსი, პოზიტიური რესურსი და ვფიქრობ ამ მრავალმხრივობაში არის გამოსავალი და მოლაპარაკების შესაძლებლობა. ამ შორის გასავლეთსა და აზიაში ჩინეთსა და ამერიკას შორის. ამერიკის სენატში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა ანაკლის კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც. პარტია ლელოს ლიდერი ამბობს, რომ ანაკლი არის ამერიკის ინტერესების სფეროში და აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობა, რათა სპორტის პროექტში დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები. ჩვენი ქვეყნის ფუნქცია იძენს საკმაოდ სერიოზულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და აუცილებელია, რომ შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში, რათა ის წვდომა, რომელიც მათ უნდათ რომ ფონდეთ ცენტრალური აზიის ნედლეულის ბაზაზე, მოხდეს მათი გატარება მოხდეს საქართველოს გავლით და ანაკლის სპორტის გავლით. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი და მე ვფიქრობ, რომ დღეს მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს გადატანილი, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა და ფუნქცია იქნას ხაზგასმული და ამის ერთადერთი კონკრეტული ნაბიჯი არის, როცა ამერიკული ინვესტიციები დაბრუნდება ანაკლიაში. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუ კი ანაკლი ამერიკული ადმინისტრაციის ინტერესის სფეროში სრულად აღმოჩნდა, საინტერესო იქნება, რას მოიმოქმედებს ქართული ოცნება, თუ კი უარს ეტყვის ჩინელებს, მაშინ რას მოუხერხებს რუსეთს, რომლის ინტერესის გამოც თავის დროზე ჩაიშალა პროექტის მშენებლობის პირველი მცდელობა.